1695 წელს ლუი მე-14-მ ჩუმად გასცა ბრძანება, რომ ფონტენბლოს მახლობლად მდებარე პატარა მონასტერში მცხოვრებ მონაზონს მთელი სიცოცხლის განმავლობაში დიდსულოვანი სამეფო პენსია მიეღო. არანაირი განმარტება არ გაკეთებულა და მაშინვე გავრცელდა ჭორები. ზოგი ჩურჩულით ამბობდა, რომ ის მეფის არალეგიტიმური შვილი იყო. სხვები კი კიდევ უფრო სკანდალურ რამეს ამტკიცებდნენ, რომ ის შავკანიანი იყო, ან იქნებ თავად დედოფლის საიდუმლო შვილი. ვინი ომორაისის იდუმალი, შავკანიანი მონაზონი და რატომ იცავდა მას საფრანგეთის მეფე? ბიბლიოთეკა სენ-ჟენევიევის ხელოვნების კოლექციაში, რომელიც პანთეონთან ახლოს, პარიზის ცენტრში მდებარეობს, გამოფენილია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნახატი, რომელიც მე-17 საუკუნის საფრანგეთში შეიქმნა. ის ასახავს შავკანიან ქალს, რომელიც მონაზმის ტანსაცმელშია გამოწყობილი. ნახატი უცნობმა მხატვარმა შექმნა, სავარაუდოდ 1695-დან 1700 წლამდე. ეს ნახატი ლუიზ მარი ტერეზეს ასახავს, რომელიც ცნობილია როგორც მორაის შავი მონაზონი და ის რამდენიმე მიზეზით გამორჩეულია. მე-17 საუკუნეში სრულად უჩვეულო იყო ჩვეულებრივი მონაზმის დახატვა. და კიდევ უფრო განსაკუთრებულია ის, რომ სურათის მთავარი ფიგურა შავკანიანი ქალი იყო. იმ დროს, როდესაც საფრანგეთში ძალიან ცოტა ადამიანი, მით უმეტეს მონაზვნები იყვნენ შავკანიანები. მით უფრო გასაოცარია ის ფაქტი, რომ თავად ეს ნახატი საუკუნეების განმავლობაში დაფარული და უცნობი დარჩა. ის მხოლოდ 2014 წელს აღმოაჩინეს, მანსარდაში იპოვეს, აღადგინეს და ბოლოს საზოგადოებისთვის გამოფინეს. უცნობია, როდის დაიბადა მორეს შავი მონაზონი. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ის დაახლოებით 1664 წელს დაიბადა. თუმცა სხვა წყაროები მის დაბადების თარიღს უფრო ადრე, 1650-იანი წლების ბოლოს მიაკუთვნებენ. სამწუხაროდ, სენ-ჟენევიევის ბიბლიოთეკაში დაცული მისი პორტრეტი მის მდგომარეობას უფრო ნათელს არ ხდის. ჩვენ არ ვიცით პორტრეტის ზუსტი თარიღი, ამიტომ მის მიხედვით ვერ ვასკვნით, როდის დაიბადა იგი. გარდა ამისა, მისი თავის ნაწილი დაფარულია და ეს განსაკუთრებით ოსტატურად შესრულებული პორტრეტი არ არის. თუმცა მასზე გამოსახული ქალი 30-ებში ჩანს, ან შესაძლოა ჯერ კიდევ 20-იანების ბოლოს იყოს. ლუიზ მარი ტერეზეს ადრეული ცხოვრების შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. სამაგიეროდ ის ისტორიულ წყაროებში 1690-იან და 1700-იან წლებში ჩნდება. როდესაც იმ დროის რამდენიმე ცნობილი ფრანგი პიროვნება მის შესახებ წერა დაიწყო. გარდა ამისა, ვიცით, რომ მრავალი ძალიან ცნობილი არისტოკრატი სტუმრობდა მას ბენედიქტელთა მონასტერში, ვილეშაზონ მორეში. ის მდებარეობდა საფრანგეთის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, ფონტენბლოს სასახლის მახლობლად, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა მეფე ლუი მე-14-ის კარის მიერ, განსაკუთრებით შემოდგომაზე, ნადირობის სეზონის დროს. იქ მას იცნობდნენ როგორც მორეს შავ მონაზონს, მისი მუქი კანის გამო. მორი და მორე ტერმინები იყო, რომლებიც ხშირად გამოიყენებოდა შუა საუკუნეებსა და ადრეული ახალი ხანის ევროპაში მუკანიანი მამაკაცებისა და ქალების აღსაწერად. საკითხავია, რატომ აღმოჩნდა შავი ქალი მონაზვნად ჩრდილოეთ საფრანგეთის მონასტერში? და რატომ წერდნენ ან სტუმრობდნენ მას ასე ბევრი არისტოკრატი? პასუხი საფრანგეთის მეფესა და დედოფალთან იყო დაკავშირებული. ლუიზა მარი ტერეზას მშობლების ვინაობის საკითხი ერთადერთი რეალური მიზეზია, რის გამოც დღეს მას ვიცნობთ. თანამედროვეები აღნიშნავდნენ უჩვეულო ყურადღებას, რომელსაც სამეფო ოჯახი მას უთმობდა და ხშირად სპეკულირებდნენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო იგი. საინტერესოა, რომელი თეორიაც არ უნდა მევიღოთ, ამბობენ, რომ იგი ან საფრანგეთის მეფის არალეგიტიმური შვილი იყო, ან მისი ცოლის დედოფლის არალეგიტიმური შვილი იყო. ესენი იყვნენ მეფე ლუი 14, ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქი კაცობრიობის ისტორიაში და მისი ცოლი, ესპანეთის მარია ტერეზა. ლუი ტახტზე ავიდა 1653 წელს. როცა მხოლოდ 4.5 წლის იყო და მართავდა 1715 წლამდე. მას მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში უამრავი საყვარელი ჰყავდა და ბევრი არალეგიტიმური შვილი ჰყავდა. მარიამ ტერეზას შემთხვევა, როგორც ნახავთ, უფრო განსაკუთრებულია. ესპანეთის მეფე ფილიპე მე-4-ის ქალიშვილი. მან ლუი 1660 წელს იქორტინა როგორც მშვიდობის შეთანხმების ნაწილი, რომელმაც ფრანგებსა და ესპანელებს შორის ხანგრძლივი ომი დაასრულა. ის კარგად იცნობდა თავისი ქმრის მრავალრიცხოვან ღალატებს. თუმცა ბევრად უფრო შოკისმომგვრელი, თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ მმართველი დედოფალი ან სამეფო კონსორტი თავად გაეჩინა არალეგიტიმური შვილები. ამ ფონზე მორაის შავი მონაზმის ისტორია კიდევ უფრო იდუმალი ხდება. არსებობს სამი ძირითადი თეორია ლუიზ მარი ტერეზეს შესახებ და იმის შესახებ, თუ რატომ აქცევდა სამეფო ოჯახი და კარის წევრები მას ამდენ ყურადღებას. პირველი თეორია ამტკიცებს, რომ ის მეფის ქალიშვილი იყო.
17 საუკუნეში ევროპის მონარქები განსაკუთრებით ცუდი სახელით იყვნენ, ცნობილნი ქორწინების გარეშე ურთიერთობებით. მაგალითად, ინგლისის ჩარლზ მეორე ცნობილია იმით, რომ არ იცოდა რამდენი შვილი ჰყავდა. მას უამრავი საყვარელი ჰყავდა და ლუი ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. მას უამრავი საყვარელი ჰყავდა, რომელთაგან ზოგიერთთან არალეგიტიმური შვილებიც ჰყავდა. და სრულიად შესაძლებელია, რომ მას შავი კანის საყვარელიც ყოლოდა. მე-17 საუკუნის შუა პერიოდში საფრანგეთი კოლონიურ ძალად იქცა და დასავლეთ აფრიკასა და კარიბის ზღვის აუზს შორის მონათა ვაჭრობაში იყო ჩართული. და მიუხედავად იმისა, რომ ლუისის დროს საფრანგეთში ცოტა შავი ქალი იყო, მაინც იყვნა. სავსებით შესაძლებელია, რომ ლუის შავი ქალისგან ქალიშვილი ჰყავდა საფრანგეთის კარზე და შემდეგ ის მონასტერში გაგზავნა აღსაზრდელად. შემდეგ მან კარისკაცებს დაავალა. დრო და დრო მოენახულებინათ ის მოგვიანო წლებში და მოუწყო პენსია. 1695 წელს თუ ლუი მისი მამა იყო, მაშინ ეს შეიძლება ესჯერადი შემთხვევა არ ყოფილიყო. დეტალები ბევრად უფრო მწირია, მაგრამ ჩანს, რომ მას შესაძლოა კიდევ ერთი მუკანიანი შვილი ჰყავდა, სახელად დოროთი. ის რამდენიმე ადგილას არის მოხსენიებული იმ დროის არქივებში, რაც აჩენს ვარაუდებს, რომ ის მეფის საიდუმლო შვილი იყო. მაგრამ მისი არსებობის მტკიცებულება კიდევ უფრო სუსტია. მეფე ლუი მე-15 ცნობილი იყო საიდუმლოების შენახვის უნარით. ის მალავდა ყველაფერს, რასაც საზოგადოებისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა. იქნება ეს სახელმწიფო საქმეები თუ პირადული საკითხები. მაგალითად, მისი ფარული ქორწინება მადამ დე მანტენანთან 1693 წელს. ასე რომ, ის რომ მამა იყო, სავსებით შესაძლებელია. მეორე თეორიას ბევრი ისტორიკოსი ემხრობა. ამ თეორიის მიხედვით, მორაის შავი მონაზონი სინამდვილეში დედოფლის ქალიშვილი იყო. 17 საუკუნეში სამეფო ოჯახებისთვის ჩვეულებრივი იყო, რომ თავიანთ კარზე უცნაურ ადამიანებს აჩერებდნენ. მათ შორის იყვნენ ჯუჯები და ასევე აფრიკიდან ჩამოსული ადამიანები. ამ მაგალითთაგან ერთ-ერთი იყო ნაბო, შავკანიანი ჯუჯა, რომელიც სამეფო კარის ბინადრად ითვლებოდა. თეორიის მიხედვით, მას შემდეგ, რაც მისი ქმარი ქალებთან ურთიერთობებს დაიწყებს, დედოფალმა მარია ტერეზიამ რომანი გააბა ნაბოსთან. ამის შედეგად დაიბადა ბავშვი, რომელიც საიდუმლოდ მონასტერში გაგზავნეს, რათა თავიდან აეცილებინათ სამეფო ოჯახის შერცხვენა. თუმცა ამ თეორიას კიდევ ერთი ფენა აქვს. 1664 წლის 16 ნოემბერს ესპანელმა დედოფალმა მარია ტერეზამ თავისი მესამე შვილი გააჩინა, ქალიშვილი, რომელსაც ოფიციალურად მარია ანე დაარქვეს. მხოლოდ 6 კვირის შემდეგ ბავშვი გარდაცვლილად გამოაცხადეს. მისი სხეული საჯაროდ გამოაფინეს დაკრძალვამდე სენ-დენიში. თუმცა ამ თეორიის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ბავშვი არასდროს გარდაცვლილა. ისინი ამტკიცებენ, რომ დამალული იყო დამანგრეველი საიდუმლო, ამიტომ გამოიყენეს სხვისი სხეული, ან თუნდაც ცარიელი კუბო. პრინცესა შავკანიანი იყო. ალექსანდრე ბონტონი, მეფის თავდაჭერილი პირველი ვალეტი, როგორც ამბობენ, ბავშვი ჩუმად გაიყვანა სამეფო კარიდან და მკაცრი საიდუმლოების პირობებში გააგზავნა. ჯერ პროვინციებში, შემდეგ კი რელიგიურ სახლებში, სანამ საბოლოოდ არ გაუჩინარდა ბენედიქტელთა ამორის მონასტერში. მიუხედავად ამისა, ამ თეორიის კრიტიკოსები კატეგორიულები არიან. მარიამ ტერეზია ვერ იქნებოდა ის დედა, რომელიც აღიზარდა ღრმად რელიგიურ კარზე. მისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა მეფის გარდა სხვა ვინმესგან გაეჩინა შვილი. სამეფო დაბადებები საჯარო მოვლენები იყო, რომელსაც ყურადღებით ადევნებდნენ თვალს კარისკაცები და უცხოელი ელჩები, რომელთაგან არც ერთს არასოდეს აღუნიშნავს შავი პრინცესას დაბადება. თუ ასეთი ბავშვი დაიბადებოდა, ეს ამბავი მთელ ევროპაში გავრცელდებოდა. ამის ნაცვლად ზოგი ისტორიკოსი მიუთითებს მძიმე სამედიცინო რეალობაზე. მარიანე დაიბადა მძიმე მშობიარობის შემდეგ, ნაადრევად და სერიოზულად ავად. მისი კანი გაშავდა და იისფერი გახდა ჟანგბადის ნაკლებობის გამო. დეტალი, რომელიც მოგვიანებით ჭორად გადაიქცა. შავი მონაზმის სახელი, ლუიზ მარი ტერეზა, ნამდვილად მიანიშნებს, რომ ის დედოფლის ქალიშვილი იყო, მაგრამ მეორეს მხრივ, ლუიზი ლზი ლუის სახელის ქალური ფორმაა. ასე რომ, ეს სახელი ასევე შეიძლებოდა აერჩიათ, თუ ის მეფის არალეგიტიმური ქალიშვილი იყო. და მხოლოდ სახელი ავტომატურად ანიშნავს, რომ ლუიზი მეფის ან დედოფლის ბიოლოგიური შვილი იყო. ამის ნაცვლად მას შეეძლო მიეღო როგორც მეფის, ისე დედოფლის სახელები, თუ ის სამეფო წყვილის პატრონაჟით აღზრდილი ობოლი იყო. ესეც საკმაოდ სარწმუნო. არ იყო იშვიათი, რომ ჩვილები სამეფო კარის მეურვეობაში ექცეოდნენ. მაგალითად, მე-17 საუკუნის საფრანგეთში ასობით ობოლი ქალი გაგზავნეს ახალ საფრანგეთში, თანამედროვე კვებეკში. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ლუი მე-14-ის პატრონაჟით, ფრანგული კოლონიის დასახლებაში დასახმარებლად. იქ დღეს მილიონობით ჩრდილოეთ ამერიკელი ეგრეთ წოდებულ მეფეების ქალიშვილების შთამომავალია. მესამე თეორია ლუიზ მარი ტერეზზე ისაა, რომ ის იყო შავი ობოლი, რომელსაც უბრალოდ სამეფო მფარველობა მიეცა.
ეს ახსნიდა, რატომ დაუნიშნეს მას პენსია მეფის მიერ 1695 წელს და რატომ აგზავნიდნენ ხოლმე სასახლის არისტოკრატებს მორეში მის სანახავად. ჩვენი წყაროები ლუიზ მარი ტერეზის შესახებ. მოდის რამდენიმე სხვადასხვა გამოჩენილი ფრანგი არისტოკრატებისა და სასახლის წარმომადგენლებისგან ლუი მე-14-ის მმართველობის პერიოდში. სათაანდოდ აღსანიშნავია, მაგალითად, მეფის ბიძაშვილი მონპანსიეს ჰერცოგინია, რომელმაც თავისი არეულ-დარეული კარიერის განმავლობაში სასახლეში ვრცელი დღიური აწარმოებდა. ამ ჩანაწელებში აღნიშნულია, რომ პენსიის მინიჭების გარდა მეფე ხშირად აგზავნიდა ხალხს მორეში, რათა შავი მონაზმის მდგომარეობა შეემოწმებინათ. ამ დროისთვის დედოფალი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. ის ნაადრევად გარდაიცვალა 1683 წელს, მხოლოდ 44 წლის ასაკში. ეს ჩანაწერები კიდევ უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ ლუიზი სამეფო კარზე მონათლეს, სანამ ფარულად გადაიყვანდნენ მონასტერში, სადაც მან განსაკუთრებული განათლება მიიღო. ჩვენ ეს ვიცით, რადგან შემორჩენილი წერილები აჩვენებს, რომ მას კითხვა და წერა თავისუფლად შეეძლო. უდავოდ შავი მონაზმის შესახებ საუკეთესო აღწერა შექმნა ლუი დე რუვუამ, სენ-სიმონის ჰერცოგმა, რომელიც იყო გამოჩენილი კარისკაცი და მემუარისტი მე-17 და მე-18 საუკუნეებში. ეს უზარმაზარი დღიურები ითვლება საუკეთესო აღწერად ლუი მე-14-სა და ლუი მე-15-ის კარის შესახებ. სამწუხაროდ ისიც არ იყო დარწმუნებული ლუიზა მარი ტერეზას წარმომავლობაში, მონასტრისა და მისი ყველაზე ცნობილი ბინადრის შესახებ. მან განაცხადა: ჩანს, რომ ამ მონასტერში არის ფერად განიანი ქალი. მაური ქალი, რომელიც ძალიან პატარა ასაკში იქ განათავსა ბონტონმა, მეფის ვალეთმა. მას მაქსიმალური მზრუნველობა და ყურადღება მიაქციეს, მაგრამ არასდროს უჩვენებიათ არავისთვის. როცა გარდაცვლილი დედოფალი ან მადამ დე მანტენონი მიდიოდნენ, ყოველთვის ვერ ხედავდნენ მას, მაგრამ მუდამ ზრუნავდნენ მის კეთილდღეობაზე. მას უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობოდნენ, ვიდრე ყველაზე გამორჩეულ ადამიანებს. და თავადაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმ ზრუნვას, რასაც მასზე ახდენდნენ, და იმ საიდუმლოს, რომლითაც იყო გარემოცული. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ადვილი შესამჩნევი იყო, რომ თავისი მდგომარეობით ძალიან კმაყოფილი არ იყო. ერთ დღეს, როცა მონსენიორი ტყეში ნადირობდა, მან თავი ვერ შეიკავა და წამოიძახა. ჩემი ძმა ნადირობს. თითქოს ამბობდნენ, რომ იგი მეფისა და დედოფლის ქალიშვილი იყო, მაგრამ მისი ფერის გამო დამალეს. და გავრცელდა ხმა, რომ დედოფალს მუცელი მოეშალა. ბევრი ადამიანი ამ ამბავს იჯერებს, მაგრამ მართალია თუ არა, ეს გამოცანად დარჩა. ამგვარად, თუნდაც ისეთი ცნობილი კარისკაცი, როგორიც სენ-სიმონია, რომელსაც ცდომა ჰქონდა უამრავ ადამიანთან, ვინც იცნობდა მეფისა და დედოფლის პირად საქმეებს, ამის შესახებ დარწმუნებით ვერაფერი თქვა. როგორი იყო რეალური მდგომარეობა მორეს შავი მონაზნის შესახებ? ლუიზ მარი ტერეზის შემდგომი ცხოვრება თითქმის ისეთივე ბუნდოვანია, როგორც მისი ადრეული წლები. როგორც აღინიშნა, დედოფალი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მე-17 საუკუნის ბოლოსთვის. მაგრამ ლუი მე-14 1715 წლამდე იცოცხლა. ამის შემდეგ სამეფო კარს თითქმის აღარ ჰქონდა მიზეზი, რომ შეენარჩუნებინა კავშირი მორას მონასტერში მცხოვრებ იდუმალ ქალთან. ამ დროიდან მისი ქმედებების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. თუმცა ამის შემდეგ ეს თითქმის გასაკვირი არ არის, რადგან მონაზმები ძირითადად ჩაკეტილ, განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდნენ, კედლებს მიღმა. რაც შეიძლება დავასკვნათ, მიუთითებს გარეგნულად ჩვეულებრივ არსებობაზე. დღეები ლოცვაში, კითხვასა და მონასტრის რუტინულ შრომაში გადიოდა. თუმცა მისთვის მინიჭებული პრივილეგიები მას სხვებისგან გამოარჩევდა, რაც მიანიშნებდა სამეფო კართან კავშირებზე, რომლებიც არასოდეს გამქრალა სრულად. ერთი დოკუმენტი, რომელიც მან 1725 წლის აპრილში დაწერა, ადასტურებს, რომ იგი 60-იან ასაკში კვლავ მონასტერში ცხოვრობდა. ბოლო შემორჩენილი დოკუმენტი, რომელსაც მისი ხელმოწერა აქვს, თარიღდება 1730 წლის 10 იანვრით. არსებობს ვარაუდი, რომ იგი 1732 წელს გარდაიცვალა. თუმცა ესეც კი ზუსტად დადგენილი არ არის. ეს საკმაოდ სარწმუნოა, რადგან იმ დროს იგი დაახლოებით 70 წლის იქნებოდა, რაც მე-18 საუკუნის დასაწყისის სტანდარტებით მოხუცად ითვლებოდა. მორეს შავი მონაზმის საკითხმა თანამედროვე ეპოქაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მწერლები და ისტორიკოსები ვარაუდობენ, იყო თუ არა მისი წარმომავლობის შესახებ რომელიმე თეორია სწორი. ფრანგმა მწერალმა პიერ მარი დე ჟოლმა 1978 წელს თავის წიგნში ნაბო, ანუ Le Masque de Faerie შემოგთავაზა დეტალური თეორია. ამაში დიჟოლმა სტადად დაეკავშირებინა რკინის ნიღბიანი კაცის ლეგენდარული ამბავი, რომელზეც ალექსანდრე დიუმამ მე-19 საუკუნეში დაწერა მორეს შავი მონაზმის ისტორიასთან. მან განაცხადა, რომ რკინის ნიღბიანი კაცი, იდუმალი პატიმარი, რომელიც ლუი მე-14-ის მმართველობის დროს იყო დაპატიმრებული, სინამდვილეში ნაბოლი იყო, შავი კარის ჯუჯა. და რომ ის დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მეფემ აღმოაჩინა, რომ დედოფალს მასთან რომას შემდეგ მორეს შავი მონაზონი შეეძინა. ეს კარგი ამბავი იყო, მაგრამ ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს სიმართლეა. ისევე როგორც დიჟოლის თეორიას არ ჰქონდა ისტორიული საფუძველი. მან მართლაც გამოიწვია ახალი ინტერესი ლუიზ მარი ტერეზის ისტორიით. მისი და ნაბოს ამბავი კი ასახულია სატელევიზიო სერიალში ვერსალი, რომელიც
2015-2018 წლებში გადაიღეს. ამ სერიალში ისინი მიყვნენ თეორიას, რომ შავი მონაზონი დედოფლის ქალიშვილი იყო. მისი პორტრეტის აღმოჩენამ 2014 წელს ასევე გამოიწვია აკადემიური ინტერესის ახალი ტალღამის ისტორიაზე და ბოლო 10 წლის განმავლობაში მასზე არაერთი ნაშრომი გამოქვეყნდა. გამოფენა სახელწოდებით მორის მორები გაიმართა მუსე შარლ დე ბრუიერში, რემილმონში 2019 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე. დღემდე მორეს შავი მონაზმის ისტორია კვლავ გვაინტრიგებს. სამწუხაროდ ალბათ არასოდეს გავიგებთ ზუსტად ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები. დიდი მადლობა ყველას რომ უყურეთ მორეს შავი მონაზმის ისტორიას. იმედი მაქვს საინტერესო იყო თქვენთვის. როგორ ფიქრობთ, ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები? ფიქრობთ რომ დედოფალი იყო? ფიქრობთ რომ მეფე იყო? გონიათ რომ სამეფო ოჯახმა დააობლა? თქვენი აზრი კომენტარებში დაწერეთ. ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები და მოუთმელად ველოდები მათ წაკითხვას. თუ გსურთ კიდევ მეტი ესეთი საიდუმლო ისტორია, ესეც დაწერეთ კომენტარებში. იმედია გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რომ ყველა ჩემი ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტორითავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან. ასე რომ მომავალ დავიწყებულ ცხოვრებაში გნახავთ ყველას. მადლობა.